11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად ტრაგედიის ადგილზე უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირებს პატივი მიაგეს ასევე მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. შინდისის გმირებმა განსაკუთრებული ადგილი დაემკვიდრეს საქართველოს ისტორიაში. გვიჩვენეს თუ რა არის ქართველი კაცის უმთავრესი მისია, იდგეს ეროვნული ღირსების სადარაჯოზე შეუდრეკლად, ჩვენ ქეთს ვიხრით მათი სახელების წინაშე და ჩვენ მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. ეს დიდი ისტორია, ამ მიზანს ემსახურება ის ფაქტი, რომ იწყება ფილმის შინდისის გადაღება. უთანასწორო ბრძოლა გაიმართა ზუსტად აი ამ ადგილას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც ქართული ოცეული გადაადგილდებოდა და შემდგომ ბრძოლაში რუსების მეწინავეობასთან ჩაებნენ ბრძოლაში. ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები იყვნენ აღჭურვილი მსუბუქი შეიარაღებით, მაშინ როდესაც რუსული შეიარაღება იყო ჯავშან ტექნიკა და ჯავშან ტრანსპორტიორები. შინდისის გმირებმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში თავიანთი კუთვნილი ადგილი სამშობლოსათვის თავგანწირვისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაიმკვიდრეს. 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა სოფელ შინდისთან უთანასწორო ბრძოლა გაუმართა და დიდი დანაკლისი მიაყენა რუსეთის 58 არმიის მოტომსროლელთა ასეულს. დაღუპული გმირების პატივსაცემად მხატვრულ ფილმს რეჟისორი დიტო ცინცაძე გადაიღებს. ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს იდეა წარმოვიშვა, რომ ეს მსახიობები, ვინც უნდა ითამაშონ ეს ბიჭები, რომ მათ აუცილებლად უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება. იმიტომ რომ აი იმ სცენებს, რასაც როგორც ვაპირებ გადაღებას, აი ესეთი მომზადებული ბიჭები ჭირდებოდა.